კვორუმი გვაქვს, შეიძლება დავიწყოთ ჩვენ კომიტეტის სხდომა, კომიტეტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში ორი საკითხი არის, თუ არა გაქვთ რაიმე სხვა წინადადება, გთხოვთ დავამტკიცოთ. დიახ. კი ბატონო. აუცილებლად. კი ბატონო. ძალიან კარგი ამბავი. გუშინ ძალიან კარგი ამბავი მოხდა. ეხლა ჩვენ საუბრობთ სულ ცოტა ხანში სპორტის კომიტეტის სხდომაც იყო, იქაც გავაჟღერეს და აქაც მინდა რომ ჩვენ აქედანაც ჩვენ კომიტეტიდანაც გავიდეს ესეთი პოზიტიური მოლოცვა. ლიპარტელიანმა, ეთერ ლიპარტელიანმა ჩვენი ქვეყანა ასახელა სასწაული გოგონა არის, გამოვიდა და აჩვენა მსოფლიოს რომ ჩვენ აი ესეთი მაგარი ხალხი ვართ კაცებშიც და კალებშიც და წარმატება ჩვენს ქვეყანას, წარმატება ჩვენს ეთერ ლიპარტელიანს და საქართველოს. კი ბატონო, ნამდვილად ქალთა სპორტი ძიუდოს მიმართულებით შედარებით ახალი ტენდენცია არის ჩვენს ქვეყანაში და ძალიან მოკლე პერიოდში აი ესეთი უმნიშვნელოვანესი შედეგი დაიდო და სპორტში შედეგიც არის და ამ შედეგის ასე თქვა სილამაზეც და ნამდვილად თქვენ როგორც დამსახურებულ და ჩემპიონ ძიუდოისტვისთვის ალბათ ყველაზე კარგი სანახავი იყო ის გდება რა გდებითაც მან ეს უმაღლესი ჯილდო მოიპოვა და უსურვებთ მას წარმატებებს კიდევ ერთხელ ქართულ სპორტს და ქალთა მოჭიდავეთა გუნდს და ეს რა თქმა უნდა სტიმული იქნება სხვებისათვის ამ მიმართულებით სპორტში ჩართვა და ზოგადად უნდა ითქვას რომ სპორტში სისტემური წარმატება რასაც ქვეყანა აღწევს სწორედ ქვეყანაში სისტემური განვითარების შედეგი არის და ეს ინდივიდუალური თუ გუნდური წინსვლა იფურჩქნება სწორედ იმ დროს წარმატებას აღწევს როცა მას შესაბამისი სისტემური ხელშეწყობა აქვს და ამ მიმართულებით რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ისიც რომ ჩვენი პირველი განსაკუთრებული საკითხი სწორედ გახლავთ ის რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ლიდერი გახდეს საბოლოო ჯამში მათ შორის ისეთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებით რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე არის ეს არის გარემო ეს არის ბუნებრივი ის ლანდშაფტი რომელიც ჩვენ გაგვაჩნია რომელიც უნიკალურია მრავალფეროვანია და სწორედ პირველი საკითხი ეხება არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნასა და მართვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხსენებელი გახლავთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი. ქალბატონ ნინო, გთხოვთ. მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნის და მართვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს. აღნიშნავ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს არაგვის დაცული ლანდშაფტის ფართობის ზრდას. როგორც მოგეხსენებათ, დღეს არაგვის დაცული ლანდშაფტი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაცული ლანდშაფტი საქართველოში. მისი ფართობი გახლავთ 99,802 ჰექტარი და სწორედ კანონპროექტის მიღების შემდეგ ფართობი გაიზრდება 3,600 ჰექტარი და ჯამში 103,000 ჰექტარს გაუტოლდება. ეხლა მნიშვნელოვანია რომ აღინიშნოს, რომ არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიას დაემატება ვაშლობის ხეობა, რომელიც არის გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე მდებარეობს და მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი არის, რომ წარმოვიდგინოთ და ეს არის ერთ-ერთი უნიკალური ეკოსისტემა, რომელიც გამოირჩევა, რა თქმა უნდა, მცენარეთა განსაკუთრებული სახეობებით, ასევე მყინვარული ხეობა არის და ძალიან უნიკალურია თავისი ბიომრავალფეროვნებით, მცენარეთა და ცხოველთა სახეობებით, ტყეებით და ეკოსისტემებით და ასევე ძალიან გამორჩეული არის ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით ეს ხეობა და სწორედ აქ ასე ვთქვათ ერთიანად ჯამში დაცული ლანდშაფტის შექმნა, რომელიც მინდა გითხრათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივა და დიდი სურვილი იყო და მათ მომართეს სამინისტროს აღნიშნული ინიციატივით. შემდგომ ჩვენ ჩავატარეთ კვლევები ადგილზე და უკვე გამსაზღვრეთ ის ტერიტორია, რომელსაც რეალურად დაცული ლანდშაფტი შეიქმნება. ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, ამ ტერიტორიების და რეგიონის განვითარებას, ტურიზმის განვითარებას, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ აქ ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდეს, რაც დამატებით სოციოეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას მოახდენს ადგილობრივი მოსახლეობის და რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივ ესე ვთქვათ დაცულ ლანდშაფტებს მართავენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. აი სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში შემოვიტანეთ ჩვენ ეს ინიციატივა, რომ
დაცული ტერიტორიების მართვაში ჩართულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით, ასევე ადგილზე მოსახლეობის ინტერესების დაცვის თვალსაზრისითაც. აქაც ჩვენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მმართველობა გვექნება, იქ მუნიციპალიტეტთან არის შექმნილი შესაბამისი IP სამსახური, რომელიც მართავს დაცულ ტერიტორიებს და რა თქმა უნდა, დღეს არსებულ დაცულ ლანდშაფტს და დაემატება დამატებით ეს 3600 ჰექტარი ტერიტორია. ბიუჯეტში გათვალისწინებული არის წელსაც გარკვეული დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფის აუცილებლობა, იმიტომ რომ ორი საშტატო ერთეული უნდა დაიმატონ და მომდევნო წლებშიც რა თქმა უნდა დამატებით რესურსებს გამოვყოფთ ცენტრალური ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა ეფექტიანად მართოს ეს ტერიტორიები და პარალელურ რეჟიმში დავგეგმოთ, თქვათ ისეთი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მოსახლეობის ჩართულობით, რომელიც მიზიდულობის ცენტრს გააჩენს რეალურად ვაშლობის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტურისტული პოტენციალის განვითარებას შეუწყობს ხელს. გეგმის დამუშავებაც მიმდინარეობს უკვე მუნიციპალიტეტის მხრიდან, გარკვეული საინტერესო ინფრასტრუქტურული ეკოტურისტული მიმართულების პროექტები არის დაგეგმილი და რა თქმა უნდა დაცული ტერიტორიის შექმნა კიდევ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, გააუმჯობესებს და ცნობაც გახდის ამ ტერიტორიებს და ეს არის მოკლედ წარმოდგენი კანონპროექტთან დაკავშირებით. მადლობა ყურადღებისთვის. შეკითხვები? დიახ. მოგესალმებით. მე მაქვს ერთი კითხვა, ეხლა ახსენეთ, რომ მუნიციპალიტეტები არიან ჩართული ადგილობრივი მართვაში, ხო და ვის ბალანსზე იქნება ეს დაცული ტერიტორია? კი ბატონო, თვითონ ესე იგი საკუთრება მიწების, რა თქმა უნდა, განსხვავებული არის, იქ არის კერძო საკუთრების მიწებიც, დაცული ტერიტორიების საზღვრებში არის სახელმწიფო საკუთრების მიწებიც, მუნიციპალური, ანუ მიწის საკუთრებაზე თუ საუბრობთ, მაგრამ მართვის ნაწილი სრულად ამ ტერიტორიების გადაცემული აქვს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, რომელსაც შექმნილი ყავს შესაბამისი IP, რომელიც მართავს დაცული ტერიტორიების პერსპექტივიდან გამომდინარე ამ ტერიტორიებს, ანუ ნებისმიერი საქმიანობის გეგმვა პირობითად იქნება ეს ტყის ინვენტარიზაცია, იქნება ეს ვთქვათ პირობითად ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაიმე ტიპის ნებართვების გაცემა, ეს სულად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა გახლავთ, ანუ მართვის ნაწილში ეს მოიაზრება ძირითადად და მიწების საკუთრება, როგორც მოგახსენეთ, განსხვავებული, იმიტომ რომ ლანდშაფტი შედარებით მარტივი კატეგორიის დაცული ტერიტორია გახლავთ და შესაბამისად აქ კერძო საკუთრებების არსებობაც დასაშვები არის და იქ ძირითადად სათემო ტერიტორიებია, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს, ანუ ლანდშაფტის შინაარსი თავისი აზრით დაბებისა და დასახლებების ტერიტორიებს მოიცავს, რომ აქ ისტორიულ-კულტურული და ის ტრადიციული საქმიანობა, რაც დაცულ აი ამ კონკრეტულ თემებს აქვთ, ასე ვთქვათ, ამის განვითარებას უწყობს ხელს დაცული ლანდშაფტის შექმნა რეალურად. ხო, მაგიტო ვიკითხე, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი საკადასტრო კოდი არის მითითებული და ზოგი იყო სახელმწიფო, ზოგი ესე და ასე შემდეგ და უბრალოდ იცით რა, როცა ესეთი სტატუსი ეძლევა და ეხლა თან ვიცით რომ იქ მკაცრდება რეალურად ყველანაირი ჩართვა, ყველანაირი მშენებლობა და ასე შემდეგ უნდა იყოს შეთანხმებული და აქედან გამომდინარე არ ვიცი თუ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს აქვს რაღაცა პროექტები განსახორციელებელი იქ და დაგეგმილი, აი ეს ვერ მივხვდი უბრალოდ იქ თუ ფიზიკური პირების საკუთრებაშია რაღაც გარკვეული მიწები, ზოგი სახელმწიფო, ზოგი ადგილობრივი, ხორჯობია, როდესაც ესეთი სტატუსი ეძლევა რაღაცა გაერთიანდეს და რაღაც ერთი ალბათ სახელმწიფოს მფლობელობაში იყოს, რომ რაღაც ქაოსური განაშენიანება არ მივიღოთ იქ. მოგახსენებთ თქვენის ნებართვით, ანუ ჩვენ მსგავსი წესი გვაქვს მაგალითად, რასაც თქვენ ბრძანებთ ბატონზეად, ეროვნულ პარკთან მიმართებით და ნაკრძალთან მიმართებით, იმიტომ რომ ეს დაცული ტერიტორიები საკმაოდ მკაცრი კატეგორიის დაცული ტერიტორიებია და ანუ ნაკლებად ითვალისწინებს ისეთი, ასე ვთქვათ, ყოველდღიური საქმიანობების განხორციელებას, განსაკუთრებით ნაკრძალი, თუმცა ეროვნული პარკიც არანაკლებ. ამიტომ იქ სადაც ასეთი ტერიტორიის ფარგლებში ჩვენ კერძო საკუთრებები გქონდა, ყველა გავმიჯნეთ საზღვრებიდან და გამოვიტანეთ მაქსიმალურად. განსხვავებით დაცული ლანდშაფტისგან, რომელიც თავისი შინაარსით არ კრძალავს, არ ზღუდავს ყოველდღიურ ტრადიციულ საქმიანობას, არც ასე ვთქვათ მშენებლობას, თუმცა ბუნებრივია, რომ რაღაც გარკვეულ ჩარჩოში უნდა მოექცეს და ქაოტურად არ უნდა მოხდეს განაშენიანება და სწორედ როდესაც ვთქვი, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ამუშავებს იქ გარკვეული განაშენიანების გეგმას და იმ გარკვეულ პრინციპებს, რაზე დაფუძნებითაც მოხდება ამ ტერიტორიის განვითარება,
ეს რა თქმა უნდა ერთიან კონტექსტში იქნება განხილული, ანუ როგორც დაცული ტერიტორიების, ასევე განაშენიანების კონტექსტში. ესე რომ წარმოვიდგინოთ, რომ ხა აქედან მთლიანად კერძო საკუთრებები თუ გამოვიტანეთ, ჩვენ ფაქტიურად ეს არაფერი აღარ დარჩება ეს ხეობა და ამიტომ სწორედ ამიტომ მიენიჭა ლანდშაფტის სტატუსი, რომ რეალურად იქ ცხოვრობენ ადამიანები, ყოველდღიურად თავის ტრადიციულ საქმიანობას აგრძელებენ, უბრალოდ ტერიტორია იქნება ისტორიულად და კულტურულად და ბუნებრივად გამორჩეული და მიენიჭება ლანდშაფტის სტატუსს და გარკვეულ რეგულირების ქვეშ მოექცევა. ეს არის მიზანი საბოლოო ჯამში. დავამატებ იმას, რომ ამის გამოცდილება ერთი უკვე პრაქტიკა გავლილი არის, თუშეთი ამის კონკრეტული მაგალითი არის დაახლოებით 2017 წელს თუ 18 წელს მოხდა, მაშინ ეს იყო საპილოტე, იმიტომ თუშეთი რამოდენიმე კომპონენტისგან შედგება, ეგ დაცული ტერიტორიაც არის, ლანდშაფტიც არის და პარკი და დაცული ტერიტორია ძალიან მკაცრი რეგულაციის ის არის, მაგრამ ლანდშაფტი, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს, იქ ტურისტული აქტივობა, მესაქონლეობა, სოფლის მეურნეობა, ამავდროულად თუშეთის შემთხვევაში და ანალოგიური იქნება ალბათ მანდაც არის კიდე კულტურული და არქიტექტურული, ასე ვთქვათ, გარემო დაცული და განაშენიანების გეგმაც არის ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს, ასე ვთქვათ, ადმინისტრაცია, რომელსაც ქმნის მუნიციპალიტეტი, არის ავტონომიური უფლებებით აღჭურვილი და მას აქვს ესე იგი საშუალება, რომ დაარეგულიროს მაგალითად თუშეთის შემთხვევაში ესე არის ფიქალის მოპოვება, იმიტომ სამშენებლოდ ჭირდება, ხეთხის მოპოვება, იმიტომ რომ სამშენებლო თუ სხვა სამეურნეო საჭიროებებისთვის ჭირდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს აპრობირებული მექანიზმი არის, რომელიც ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ მუშაობს და ანალოგიურად იმუშავებს მანდაც. ბატონო ილია, თქვენ. დიდი მადლობა ბატონო თავმჯდომარე, დიდი მადლობა ესეთი პროექტის წარმოდგენისთვის. მე რამდენიმე კითხვა მექნება და მინდა რამდენიმე საკითხს გაუსვა ხაზი. ჩვენ ესეთი გამოცდილებაც გვაქვს წლების განმავლობაში. მე სამეგრელოს 4 მუნიციპალიტეტს წამოვადგენდა ერთ-ერთი პროექტი, რომელიც მოსახლეობასთან შეხებაში და რაღაცა პრობლემატიური საკითხი გახდა, არის ერთ-ერთი კანიონი სამეგრელოში, რომელიც კიდე ჯერჯერობით ვერ მოხდა მოსახლეობასთან რაღაცა საერთო ენის გამონახვა და რადგან ეს თემაც და ეს პროექტიც ეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც იქ ცხოვრობს, ვფიქრობ, რომ გასათვალისწინებელია ის რაღაცა პრობლემური მიმართულებები, რომელიც აღმოჩნდა იქ. და ალბათ უნდა ამაზეც პროექტირების დროს მაქსიმალურად ალბათ იქაური მოსახლეობაც უნდა იყოს რაღაცა ინფორმირებული, რომ მსგავს რაღაც გაუგებრობაში არ მოხვდეთ. მეორე კითხვა მაინტერესებს ეს ადგილობრივი IP, რომელიც იქაურ მუნიციპალიტეტის ქვეშ იქნება, ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ ბიუჯეტზე იქნება მიბმული თუ არა. ეს ამის დაზუსტება მინდა და მაინტერესებს, რა თქმა უნდა, ვადები რა, ვადებზეა საუბარი, თავის პროექტირებით და რამდენ დროში არის ეს გაწეული. დიდი მადლობა ჯერჯერობით, ეს სამი კითხვა გამომივიდა, მე მგონი რომ მინდა დავაზუსტო. კი ბატონო, მოგახსენებთ პირველ საკითხთან მიმართებით, მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად, როდესაც რაიმე ესეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა იგეგმება ადგილზე მუნიციპალიტეტის და დაინტერესებული მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანი არის, თუმცა ისევე გავითვალისწინოთ, რომ ის, ასე ვთქვათ, გარკვეული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ადგილზე ეწყობა, საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს იმას, რომ იქ ადგილზე დამატებითი განვითარების შესაძლებლობები შეიქმნას. ამის ძალიან თვალსაჩინო მაგალითია იგივე მარტვილის კანიონი, სადაც ჩვენ თავის დროზე 2016 წელს ტერიტორია იყო სრულიად ნარჩენებისგან დაბინძურებული და შევქმნით დაცული ტერიტორია და დღეს ყველაზე
სამეულში მეორეა ვიზიტორთა რაოდენობით და ადგილობრივი მოსახლეობა არის დასაქმებული ამ ასე ვთქვათ სერვისების მიწოდების კუთხით, რამაც შექმნა დამატებით განვითარების პერსპექტივა ამ რეგიონისთვისაც, ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც და მეცაც გეტყვით, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მარტვილი სკანერმა, როგორც საუკეთესოდ მართულმა დაცულმა ტერიტორიამ, სადაც მოსახლეობაც თავის ნაწილში არის ჩართული ამ პროცესში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ალბათ მეტი გვაქვს სამუშაო ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომ ის სიკეთე, რაც მოაქვს დაცულ ტერიტორიას კონკრეტული არეალისთვის, ის დამატებითი შესაძლებლობები, რასაც ქმნის დაცულ ტერიტორიის შექმნა, რა თქმა უნდა, გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს, მაგრამ მოაქვს დამატებით ძალიან დიდი სარგებელი ტურისტული თუ სოციოეკონომიკური განვითარების ნაწილში და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მეტი გვაქვს სამუშაო მოსახლეობასთან, რომ აი ეს ასე ვთქვათ ინფორმაციას დასაწყისიდანვე გქონდეთ მათ დაგეგმილი პროექტის შესახებ და ის სარგებელი, რაც ამა თუ იმ პროექტმა სახელმწიფოსგან ინიცირებულმა შეიძლება იმ რეგიონისთვის და კონკრეტულად სოფლისთვის და თემისთვის მოიტანოს. დიახ. მე ვიგულისხმე მარტვილის კანიონი მართლა სამაგალითოა და ძალიან კარგია და ძალიან იმ მოსახლეობასთან ეს ყველაფერი შერწყმული არის, მაგრამ არის კიდე მეორე კანიონი, ბალდის კანიონი, რომელიც გახდა საპრობლემო და ამდენი წელის განმავლობაში ჯერ რაღაცა საერთო ენა ვერ მოვნახეთ მათთან და ეს როგორც ჩვენთვის ალბათ არის პრობლემა, ასევე იმ ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობისთვის და აი ეს მინდოდა გაგვეთვალისწინებინა ამ შემთხვევაშიც. მე პრინციპში ზოგად კონტექსტში ვთქვი და მაგალითად მოვიყვანე, რომ ანუ ეს საბოლოო ჯამში სამუშაოა იმ კუთხით, რომ დავანახოთ ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობას ის სიკეთე, რაც შეიძლება რომ დაცულმა ტერიტორიამ და კონკრეტულმა ინფრასტრუქტურულმა განვითარებამ მოიტანოს ამა თუ იმ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ სხვაგვარად, რა თქმა უნდა, რთულია თუ არ შესთავაზებ რაღაცას იქ მივსველ ადამიანს, რთულია რომ დამატებით განვითარებაზე ვისაუბროთ. ეს ერთი ნაწილი, მეორე საკითხი, რაც თქვენ ბრძანეთ, ეს არის ვადებთან დაკავშირებით და მართვის ნაწილში გამომდინარე იქიდან რომ ეს გახავთ დელეგირებული უფლებამოსილება ადგილობრივ მუნიციპალიტეტზე, ანუ საკუთარი უფლებამოსილება არ არის მუნიციპალიტეტის დაცული ტერიტორიების მართვა, კონკრეტულად ამ ფუნქციას დელეგირების ფუნქციით ვანიჭებთ, შესაბამისად ცენტრალური ბიუჯეტიდან ხდება რესურსების გამოყოფა მუნიციპალიტეტისთვის, რომ მათ მართვისთვის რა თანხები სჭირდებათ, ეს თანხები სახელმწიფოს ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღონ. იქნება ეს ანაზღაურება თანამშრომლების მართვისთვის საჭირო ხარჯები თუ ასე შემდეგ და გათვალისწინებული არის ეს ხარჯებიც უკვე სახელმწიფო ბიუჯეტის ამ წლის ბიუჯეტშიც და ასევე 26-27 წლების გრძელვადიანი ბიუჯეტის ნაწილში ჩვენ ეს საკითხები უკვე ასახული გვაქვს, რომ ასე ვთქვათ ცენტრალური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტმა მიიღოს შესაბამისი თანხები. ვადებს რაც შეეხება, ჩვენ გვინდა რომ კანონპროექტი რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს იმისთვის, რომ ასე ვთქვათ შესაბამისად ეს ტერიტორია დაემატოს არაგვის დაცული ლანდშაფტის ფარგლებს და მიენიჭოს დაცული ტერიტორიის სტატუსი. ანუ როგორც კი მივიღებთ იქიდან ავამოქმედებთ კანონის მოქმედების სფეროს და შესაბამისად დაემატება დაცული ტერიტორია ამ არაგვის დაცულ ლანდშაფტს. მადლობა. გაუჩ შეკითხვები კიდევ? ეს თქვენ ხარჯები ცენტრალური შემოსავლები ამას რაც ექნება, ესეც ცენტრალური გასაგები. ანუ კი ბატონო, თუ არა გაქვთ სხვა შეკითხვები, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი საშუალო საქმეა, რაც უფრო მეტი იქნება დაცული ტერიტორია ლანდშაფტი თუ სხვა, ასე ვთქვათ, სახით მით უფრო მდიდარი იქნება ჩვენი ქვეყნის ბუნება, ზოგადად ჩვენ ხედავთ, რომ სოფლიოში სწორედ ეს ბუნების დაცვა და ბუნებრივი მრავალფეროვნების დაცვა არის დღეს ყველაზე ტრენდული და ეკონომიკისათვის ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის და თვითონ ის ფორმა სამართლებრივი, რომელიც დაცული ლანდშაფტის ასე ვთქვათ, საქმიანობას ეხება, მე ვფიქრობ ოპტიმალური არის, ამიტომ ჩვენ ალბათ ხარი უნდა დაუჭიროთ ამ ასე ვთქვათ საგანმანათლებლო ცვლილებებს, ვინ არის მომხრე, გთხოვთ. კი ბატონო, გადაწყვეტილება მიღებული არის. მადლობთ. გადაწყვეტილება მიღებული არის დანარჩენი პლენარული სხდომისათვის. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო. შეგიძლიათ დაბრძანდეთ, გააგრძელოთ.
უკაცრავად ჩართული არ იყო. შემდეგი საკითხი გახლავთ ზურაბ ბანიშვილის, ზურაბ ღლონტის, ბესი ქათამაძისა და როლანდ კოჩაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება დედაქალაქის მოსახლეობის უფლებობის აღკვეთის შესახებ. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ამ კანონმდებლობის ამ წინადადების შინაარსი გახლავთ შემდეგი, რომ ავტორები მიუთითებენ, რომ საქართველოს წავიკითხავ, იმიტომ რომ მაინც ოფიციალური პასუხი კი გამოქვეყნდება, მაგრამ ამავდროულად რო იყოს კომიტეტისთვის თქვენ დარიგებულიც გაქვს, მაგრამ მაინც საჯაროებისათვის რომ იყოს ეს საკითხი გატანილი. საკანონმდებლო წინადადების შინაარსი შემდეგში ავტორები მიუთითებენ, რომ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი განსაზღვრავს საერთო კრების უფლებამოსილებებს, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესი იმ დასახლებებისათვის, რომელშიც რეგისტრირებულ ამორჩეულთა რაოდენობა 2000 არ აღემატება. საკანონმდებლო წინადადების ავტორების მოსაზრებით, ქალაქის მოსახლეობა, რომელშიც რეგისტრირებულ ამორჩეულთა რაოდენობა აღემატება 2000, მოკლებულია უფლებას ჩაატაროს საერთო კრება, რამე თუ დღეს მოქმედი თვითმმართველობის კოდექსის 95 პრიმა მუხლის მეექვსე ნაწილის დანაწესის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განისაზღვრება საერთო კრების უფლებამოსილებები, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესი იმ დასახლებებში, სადაც 2000 ამორჩეველზე მეტია რეგისტრირებული, მაგრამ როგორც კანონპროექტის ავტორები მიუთითებენ, კოდექსის ამოქმედებიდან დღემდე არც ერთი საკრებულოს არც ერთი დადგენილება არ მიუღია. აქედან გამომდინარე, კანონპროექტის ავტორები მიზანშეწონილად მიიჩნევენ, მიღებულ იქნეს ქალაქ თბილისის მოსახლეობის უფლებების აღკვეთის შესახებ უფლებობის აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს საერთო კრების უფლებამოსილების, მის მოწვევისა და საქმიანობის წესს. გაცნობთ, რომ კომიტეტმა განვიხილეთ ჩვენი საკითხი და რა არის ჩვენი პოზიცია. საკანონმდებლო წინადადებას არ შეიძლება დავეთანხმოთ, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად იმ დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებულ ამორჩეულთა რაოდენობა 2000 აღემატება, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია ამ მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად საერთო კრების უფლებამოსილებები, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესი განსაზღვროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. აგრეთვე ამ დასახლებაში შექმნას რამდენიმე საერთო კრება და ამ კანონის გათვალისწინებით განსაზღვროს მათი უფლებამოსილებანი სახელწოდებები და საქმიანობის წესი. ამდენად საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი სრულად ითვალისწინებს საერთო კრების მოწვევისა და ჩატარების შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, როცა რეგისტრირებულ ამორჩეულთა რიცხვი 2000 აღემატება. ამისათვის კი საჭიროა საკითხის ინიციატორებმა თავად მიმართონ შესაბამის წინადადებით ქალაქ თბილისის საკრებულოს, რომელიც კანონის ზემოთ აღნიშნული მუხლის შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საერთო კრების უფლებამოსილების სახელწოდებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ. მოქალაქეთა სწორედ ეს უფლება განიმარტება როგორც თვითორგანიზება და საკითხის ინიციირების პროცესში ქმედითი ჩართულობა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი დედაქალაქის მოსახლეობის უუფლებობის აღკვეთის შესახებ კანონპროექტის და პარლამენტის რეგლამენტის 105 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ცნო უარყოფითად. ანუ გასაგებია ხო შინაარსი რაშიც არის. თუ 2000-ზე მეტი მოსახლე არის რაღაც გარკვეულ, ასე ვთქვათ, რაიონში ან უბანში, დედაქალაქის ან და მათ აქვს სურვილი, რომ თავიანთი, ასე ვთქვათ, კრება მოიწვიონ და თავიანთი, ასე ვთქვათ, ეს კრების სახელწოდება განსაზღვრონ და საქმიანობის წესი, ამისათვის კოდექსი იძლევა საშუალებას, რომ მათ მიმართონ მათვიერვე არჩეულ თვითმმართველობის ორგანოს დედაქალაქისა და მათთან მიღებული გადაწყვეტილებით შემდეგ ამ საქმიანობის ორგანიზება მოახდინონ. ამიტომ ეს უფლება არის, ეს უფლება არ გამოუყენებიათ, ამიტომ ჯერ უნდა გამოყენებული იქნას უფლება და თუ ეს გამოყენებული უფლება გავინახავთ, რომ სუბიექტური მიზეზების გამო
არ სრულდება, ხოლო ამის შემდეგ შეგვიძლია ვისწავლოთ ჩვენ სუბიექტივიზმის ობიექტური პირობებით აღმოფხვრაზე, მაგრამ ჯერჯერობით ეს უფლება, რომელიც გააჩნია მოქალაქეებს, არ ყოფილა გამოყენებული, ამიტომ წინასწარ ეჩქვეს დაყენება ამ, ასე ვთქვათ, მექანიზმისა, რომელიც კოდექსში ჩადებულია, მაგრამ არ გამოყენებულა, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. თუ გაქვთ რაიმე მოსაზრება ამასთან დაკავშირებით სხვა, მაშინ კენჭისყრაზე დავაყენოთ არსებული საკითხი, ვინ არის მომხრე, რომ არ იქნას გათვალისწინებული, უბრალოდ ვინ არის მომხრე, რომ ეს წინადადება იქნას, ასე ვთქვათ, უარყოფილი. გადაწყვეტილება მიღებულია, ამით დღის წესრიგით განსაზღვრული ორივე საკითხი განხილულია, გადაწყვეტილება მიღებულია, კომიტეტის ხდომას დახურულად ვაცხადებ.